მე ვარ გოდერძი ჩოხელი. ქართველი. მე მინდა ცოტა ხნით სხვა სამყაროში წაგეყვანოთ. ამ სამყაროს საიქიო ჰქვია. ჩოხელი. სახელი? ელისო. რამდენი წლის ახალ? 60-ი. აი, ხო არაფერს მეტყოდი? გამანებთა ვერაფერს ვერას გეტყვი. ზევით ყოფ ხალხსაც ვერაფერს ვერ მეტყვი? ვერაფერს ვერას, თუ გატიშვილი ვარ. რატო ავადა ხარ? ავადა ვარ. რატია? გული. და აქ ვერ არჩენენ გულს, ა? აბა მე ვერ მორჩი და. ცოტა ხო არაფერი ჩაგიდენი? აბა რა ცოტა ჩაიდე. რა ვიცი, აბა. სულ არაფერს არ მეტყვი? ვერაფერს ვერ გეტყვი. ახლა ჩაქურდულა და შემიპარდანოს კირსლებში გახვიბაშტეი და კარსე საჩაღმოში კინისლებო და ხდილებო იბანენ პირებს ფიჭეხი და წასნე რაც კი რა მომხდარა დასაბამიდან დღემდე გუდამაყარშიც მომხდარა. ამ სიტყვების ავტორმა სწორედ გუდამაყარი და ჩოხი აქცია იმ ადგილად, საიდანაც ადამიანები კოსმოსს გადასვდნენ. სწორედ აქ იწყება ვარდისფერი კაცის ყველაზე სევდიანი ამბავიც. მასზე ამბობდნენ სოფლის განაპირას სახლი რომ დგას იმის ბინადარიაო. იყო თან არც იყო ამ ქვეყნად. ფიქრებით იქით, ზეცაში, სადაც თითქოს დაბადებიდან გააბაუხილავი ძაფები. ძაფები, რომლითაც გუდამაყარი სამყაროს დაუკავშირდა. გუდამაყარი, მთაზე დაკიდული ხეობა, რომელსაც ერთი შეხედვით ცხვრიის, ბალახისა და ნისლის სურნელი ასდის, მაგრამ სინამდვილეში ავტორივით სევდიანია. გუდამაყრის ხეობა, ეს მივიწყებული მხარე, ხურჯინივით აღკიდა სამყაროს სატარებლად. ეს გოდერძი ჩოხელმა შესწრო. სხვამ ვერავინ ვერ შესწრო ამ ხეობიდან გამოსვლმა, ასე ლამაზად, ასე ძარღვიანად ეთქვა ის ამონაბღავალი ქართველი ქალისა თუ კაცის ის საფალავების სევდა საფალავებისა ვერავინ ვერ ამოიტანა სამზელოზე გოდერძი ჩოხელის მეტყვა. მაგას ეგონა რომ მთელი სამყარო და მთელი უფალი იმ გუდამაყარში ეტეოდა. მართლაც ესე იყო რა, ესე იყო, მისთვის ესე იყო და იქ მისთვის რა ვიცი, ხეა თუ ქვა თუ ღრუბელია თუ ნისლია თუ ყვავია თუ რაც არის, ხო? ყველაფერი რაღაცა ღვთის ერთი დიდი ჰარმონიული სამყაროს ნაწილია. იქ არსად არაფერი არ არის მოფიქრებული ხელოვნურად გოდერძისთან. აი ვერ ნახავთ რაღაცა ზედმეტად რაღაცა ისე ხელოსნურად გაკეთებული ლიტერატურა, მაგას არ აქვს. არ ვარ და თანაც ვარ იმისათვის რომ ვეწამო. ამბობდა და წერდა რომ ყველაზე მეტად გუდამაყარი დგიოდა. სადაც ბავშვობაში განიცა და თავისი მიწისა და ხალხის ტკივილი. სადაც ცრემლებამდე შეიგრძნო ადამიანთა სევდა და სიხარული. რა ბნელი ხარ გუდამაყარო. ესეც უთხრა და ამავე სიბნელეში ყველაფერს სული ჩაუდგა კიდეც. წყალს, კლდეებს, ნაძვებს, თავისებურ სევდაზე აალაპარაკა ფრინველი და ცხოველიც. ტყეში რომ მიდიოდა ფიქრობდა რა დაეწერა, რა გაეკეთებინა, იმ ფრინველსაც უსმენდა იქ, თითქოს ხეებსაც უსმენდა, თითქოს მდინარესაც უსმენდა, რა ვიცი, რაღაცას, აი ესეთ რაღაცებს ფიქრობდა ყოველთვის. აი წყარო იყო, არის იქ ჩვენ ქვემოთ სოფელში და დიდი გვალების შედეგად შრება რა ის წყარო და აი ჭეთები ჩამოდიოდა, გამოსულა და გრაფინგა მიუდგია იქა და იჯდა იქ და მთელი 2 საათი ელოდა იმ გრაფინგის გადავსებას. და არც გადაუხსია, ნახევარი მოქონდა. და იციო რა გემრიელიაო, მე მეუბნება რომ მოქონდა, აი ჭეთებით რომ მოდიოდაო, ძალიან გემრიელიაო. ზოგჯერ ფიქრობ, რომ რასაც ამბობდა, ყველაფერი მართალია, არსებობს სულეთი, არსებობს
ის ტკივილი რაც მას ტკიოდა ბავშვობიდან ჰქონდა მიყენებული ის ტკივილი და ალბათ გახვდება ის ალბათ იმ სამარეშიც ვერ ისვენებს იმისი სული რომ ესეთი ტკივილიანი გზა გამგო. გოდერძი ჩოხელმა შეძლო ის რომ წაშალა ზღვარი ადამიანთა სამყაროს, ცხოველთა სამყაროს და ფრინველთა სამყაროს შორის. მე არა ვარ ლიტერატურად მცოდნე და არც საერთოდ მწერლობის მცოდნე, მაგრამ არ ვიცი მე არსად არ შემხედრია რომ ადამიანს მოუნდება ცხოველად გადაქცევა. პირველ ჩოხოსანთა სოფლის მკვიდრი უზომოდ იყო გატაცებული ადამიანით. თითქოს მას ყველაზე კარგად ესმოდა მისი დარდი და თავად ატარებდა კიდეც ადამის მოდგმის სიმძიმესა და ჯვარს. ლაპარაკობდა ცოტას, ფიქრობდა ბევრს. ძალიან უყვარდა სიცოცხლე, მაგრამ ხშირად წერდა სიკვდილზე. ძალიან ბევრმა მოხუცმა გამოიარა იმის ხელში და რო უყურებდა იმათ, რო ყდებოდნენ, რო მარხავდნენ, რო რაღაცა თითქოს ყველაფერი გულამდე მიჰქონდა იმას და ალბათ მაგის გულისთვის წერდა ესე. რა ვიცი, რატო წერდა ეგეთ სულ სიკვდილზე და მაგ სიცოცხლე, სიკვდილი, სულ ესეთი რაღაცები უტერია. ადამიანის ნამოსახლარს რომ აჩვენებდა შენ კუზიანო დედამიწა, რამდენიც გინდა იტრიათ. რამოდენა სიყვარულია რა ადამიანის განცდა, განწყობა. და ეს განცდა ქონდა, საოცარი განცდა ქონდა ადამიანის მიმართ, საოცარი განცდა. არასოდეს არ იყო, იცით, მხიარული და მოხითხითე და ის მე გოდერძი არ მინახია, იცით, ერთხელ იქ მთაში რაღაც დღეობა აქვს, რაღაც მიცვალებულის დღე და ყველა სახლში უნდა გამოიარო, ყველა ოჯახში. და ხო რამდენი ოჯახი იყო და ხო და მე წამომიყვანა, რომ წავიდეთ, რომ შევიდეთო, არ შეიძლება უხერხულიაო. აქო წესია ესეთი უნდა, ერთი ჭიქა უნდა დალიო. მოკლედ, სანამ ბოლო ოჯახში ჩამოვიდე, ორივე დავთვერით. და გადაღების ჯგუფი გვიცდი და გამზადებული იყო. ხო და აი მაშინ მე რატო გეუბნებით? მე ვთქვი, ეხლა როგორ მივიდეთ, გოდერძი ორივე თვალები ვართ. მე ვთქვი, რის გამკეთებლები ვართ ეხლა? მაიცა და აბა არ შეიძლებოდა, უნდა შევსულიყავდო, როგორ დაგერი, მერეო დამემდურებოდენო ესენიო, არ შეიძლება. მაშინ ნახე გოდერძი აი გაცინებული. ვაჟას ნაქონი ტყვია ვარ, ჯერ თოფში გაუსროლელი. აგრძელებდა წინაპართა მემკვიდრეობას ისე, რომ თითქოს მასში გაერთიანებულიყო მთელი ეპოქის ატკივარი. ტრიალებდა ისე მთაში და ცდილობდა ეს დარდები სხვებისთვისაც გაეზიარებინა. ჩოხელი დარდების შემგროვებელი ყველაზე მეტად იმას განიცდიდა, რომ თაიცლებოდა და ადამიანები საკუთარ მიწას ივიწყებდნენ. არ სჭირდებოდა, იცით, რაღაცა აი პათეტიკური პატრიოტიზმი, როცა წერდა ის ხუჭუჭულას, ესე იგი მან აი აბსოლუტურად იცოდა რა შეიძლებოდა მის საქართველოს თქვათ განეცადა, რა შეიძლებოდა ახალგაზრდა ადამიანს საქართველოში რა შეიძლება ელოდეს. როცა ის წერდა, ну არ ვიცი მე ფანტასტიკურ ნაწარმოებს დამიბრუნეთ ჩემი ირმები, არა? ну იქ რაზე არის ლაპარაკი? ესე იგი ეს ადამიანი, აი როგორც მე თქვენ, ისე ხედავდა იმას, რომ რა უჭირდა ჩვენ საქართველოს. მთლიანად საქართველოს. იმენად უყვარდა, რომ როგორც თქვენს გოდერძის მეგობრებმა ვერ დაიტია ეს სიყვარული გულში და ხანჯალივით გაუვარა ზურაბ ქაფიანიძე მბრძანა საქართველოს სიყვარულმა, ორლესული ხანჯალივით გაუვარა გულშიო და შეეწირა ამ საქართველოს სიყვარულს. ფიქრები წუთი სოფელზე სხვადასხვა წიგნად იკინძებოდა. ძალიან მალე კი სევდის რაინდმა საყვარელ გმირებს ხორცი შეასხა, გააცოცხლა და ახლა ეკრანიდან ააბარაკა. გოდერძი ჩოხელი თავის გუდამაყრელ გმირებთან ერთად ქართულ კინოში 70-იანი წლების ბოლოს მოვიდა. მოსვლაც უცნაური იყო, ისევე როგორც თავად ადამიანი. პირველად რო ჩამოვიდა გოდერძი თბილისში, ძალიან უპატრონა, ნუ ეხლა ჩვენზე არ არის ლაპარაკი და ჩვენ დათესაობაზე და იმაზე უპატრონა, ძალიან დიდი ღვაწლი აქვს ხალბატონ ლანა ღოღობერიძეს, ხალბატონ სამწუხაროდ აღარ არის ცოცხალი ლალა თაბუკაშვილის. და როცა ჩააბარა გოდერძი თეატრალურ ინსტიტუტში, მან ჩააბარა კინომცოდნეობაზე. და კი არ იცოდა რომ კინომცოდნეობაზე იყო. ну არ იცოდა რა ხა, ну მას უნდა და რომ კინორეჟისორი გამოსულიყო და კინო გადაეყო და პირველი კინო რაც ნახა და კინოს გადაღება მოუნდა, მიყო ჯარისკაცებამ.
მანამდე ფილმი არ ენახა, იმიტომ რომ ჩოხში ფილმი არ იყო რა, ეს კინოები არ ჩაქონდათ, იქ ის არ არის, დენი არ არის, ეს არ არის, ეს არ არის და მე როცა მერვე კლასში თუ მეცხრე კლასში ფასანაურის სკოლაში გადმოვიდა და რაღაც ნახა ესე და რაღაც და მოუნდა ესეთი ამბები და მესამე კურსზე რო გადავიდა კინომცოდნეობაზე, მაშინ კინოსარეჟისორო ფაკულტეტი გახსნილი არ იყო. იმ წელს გაიხსნა, ეგ რომ მესამეზე გადავიდა, თენგიზ აბულაძემ და რეზო ჩხეიძემ მიიღეს პირველი ჯგუფი. და მაშინ იკითხა იქა, რომ კინოს რატო არ ვიღებო მეო? და უთხრეს, რომ შენო კინოსარეჟისოროზე არ ახარო. შენო კინომცოდნე უნდა გამოხვიდეო და მოვიდა მე ჩვენთან სახლში და მამა ჩემს უთხრა, მე არ მინდაო რა კინომცოდნე, ის კინომცოდნე, მე კინოს გადაღება მინდაო თქვა და მე დააბრუნეს ერთი კურსით უკან და დასვეს იმაზე რა ქვია. და რო წერდა და ეხა ნახეს რომ ნიჭიერი კაცი იყო და ნუ საოცრად ნიჭიერი ხა ნიჭიერი კიდე ესეთი სიტყვა არ არის და ომარ გვასალიას მითხრა მე რომ აი ერთი ბიჭია მოსულიო საოცარი აი ნახავ რეებს გააკეთებს ისო და მართლაც სწორედ ლანა გოგობერიძის და ომარ გვასალიას დამსახურებაა რომ გოდერძის პირველი თეატრალურ ინსტიტუტში დაწერილი ეწუდები თუ მოთხრობები დაიბეჭდა შემდეგ ჟურნალში. მე კარგად მახსოვს კინოსტუდიაში ვიყავი, ახალ კინოსტუდიაში და ხედავ მოდის ერთი ხმაწვილი შორიდან, იქ ჭიშკარის შორს არის სამონტაჟოდან, მე სამონტაჟთან ვიჯექი მაშინ. და მოდის კაცო, მაგრამ ტროტუარზე კი არ მოდის იმაზე, აი სადაც გაზონი არის ბალახზე. ხედავ გოდერძი არის. გოდერძი რატომ მოდიხარ ბალახზე? რა ვიცი კაცო, ასფალტზე ფეხები დამეღალა. აი ესეც მისი რაღაცაი ისეთი თავისი მიწიდან, თავის სოფლიდან, ჩოხიდან წამოსული ადამიანის ზუსტი ის იყო რა განსაზღვრება. მე კინოს არ ვიღებ, მე ვლოცულობ ღმერთთან. კინო ჩემი ბედის წერაა, ჩემი ლოცვაა. ასე ახსნა სევდისკაცმა კინოხელოვნების როლი მის ცხოვრებაში. არა რეჟისორი, არამედ კინომხატვარი, რომელმაც ხორცი შეასხა ჩოხური გავებს და კინოშედევრებად აქცია. მან 30 წლის განმავლობაში 17 სრული და მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. მშვენიერი ფილმია, დოკუმენტური ფილმი, არაგველები, სადაც პირველად აი გოდერძიმ საფლავები გაგვიცოცხლა თაში, ჩოხში და თიულეთში გადაღებული, ასე ვთქვათ, საფლავები, არსებული საფლავები, წარწერებით, იმ ადამიანებით, რომლებიც იყო და შემდეგ გოდერძიმ ყველაფერი ისე წაიყვან, რომ იმ საფლავებთან ლაპარაკი გამართა, ესე იგი, კითხვა-პასუხი რა, ესე კითხებოდა და იქიდან პასუხს სცემდნენ უკვე გარდაცვლილები და ყველაფერი ბოლოს მიიყვანა 300 არაგველის ისტორიამდე, რომ ესაც არაგველებმა თავი შესწირა, ესე არაჩვენებელი ფილმი იყო ეს. და შემდეგი ასევე სრულიად უნიკალური და არაჩვენებელი ფილმი ეს არის წერილი ნაძვებს. ესეც ფანტასტიკა არის, ესე იგი. მარტო გოდერძი შეეძლო ესე მოეფიქრებია. ადამიანს რომ ნაძვი გაუჩნდა მხარზე და შემდეგ ამ ნაძვს რო შეწირა სიცოცხლე. ან უნდა მოეჭრათ ის და უნდა რა ვიცი დამარხულიყო ნაძვიანა და ჩადგა მიწაში და მიიყარა მიწა და ნაძვი გაახარა და თვითონ გარდაიცვალა მოკდა. უცხოში მას ეს ფილმი არის, როცა რაღაცა ესე რა ესეთი მას ჰქონდა მოტანილი ესეთი მფრინავი ის იყო რა ქვია ბუშტი და ხალხს ეგონა რომ რაღაცა კოსმოსიდან ჩამოვიდა რაღაცა და სულ ეშინოდა და ეს ბუშტი რაღაცნაირად არტოვებდა იმ შტაბიშტილებას და მე ვთხარი გოდეძის რომ მე ვთხარი მოდი მეთქი ეს ბუშტი არ გვინდა მეთქი საერთოდ რა და გავაკეთოთ ისე რომ ისა რა ქვია საერთოდ არაფერი არ არის და ეს ხალხი კიდე ხედავს რაღაცა ხდება ამ სოფელში ვიღაცა ჩამოვიდა თქვათ რა თუ აჩვენებთ ამ ფრაგმენტებს ძალიან საინტერესო იქნება ტელემაყურებლებისთვისაც და იმ წუთასვე ესე იგი ეს იდეა მან აიტაცა ხელში ბუბა ხოტივარი იყო ხელმძღვანელი და ესე იგი მეორე დღეს სუნთლიანად გადაკეთდა მთელი ფილმი თვითონ იყო უშუალოდ ყველაფერში ჩართული ანუ ის იყო სიტყვაზე
სხვისი გასაკეთებელი რაღაცაც რო ყოფილიყო, იმისის არ ქონდა ბარიერო, მე რეჟისორი ვარ სიტყვაზე და იმას არ გავაკეთებ. არა, თვითონ მივიდოდა უშუალოდ შეიძლებოდა რა ქვია იმას ეს განათების იმას რო ეძახიან, ის დაეჭირა ხელში და რაღაც ესე. თავარი იყო იმისთვის, რომ კინო გამოსულიყო და ყოველი კადრი ყოფილიყო სრულყოფილი და სრულქმნილი. და ნერვიულოდა, მართლა ნერვიულოდა ხოლმე და განიცდიდა თუ როგორი გამოვიდოდა. და შემდეგ რომ ნახავდა ხოლმე და გაამჟღავნებდნენ ამ ფირს და კაი რო იყო, კარგად რო გამოდიოდა, უხაროდა და ეს იყო მისთვის ყველაფერი. იქვე ცვლიდა რაღაცებს, თქვათ მიზანსცენები, როცა ირგმებოდა, ხო? ესე იგი, ისეთ რაღაცებს მოიფიქრებდა, რაც მე საერთოდ მე არ შემხვედრია, იცი, სხვა რეჟისორებთან მუშაობაში. და ამიტომ ძალიან გული მწყდება, რომ ესე რაღაცნაირად ძალიან ადრე რაღაცნაირად დაგვტოვა გოდერძიმ და სულ გული მткиობთ. ძალიან საინტერესო იყო ერთხელ მოვიდა დავპატიჟი ჩემთან სტუმრად პირველად რა და დაირეკა ზარი. და გავაღედა გოდერძი და ესეც გოდერძი. შესანიშნავი პიროვნება იყო, ესე იგი ისეთი რაღაცნაირი მოულოდნელი რაღაცები იყო ყოველთვის ჩვენ ურთიერთობაში და მე ვთვლი რომ საერთოდ მოულოდნელი მოვლენა იყო ეს. მიზანსცენებისგან განსხვავებით უცვლელი იყო მისი ბუნება. მუდამ ჩაფიქრებული თითქოს მოწყვეტილი იყო იმ ადგილსაც კი რომელზეც იდგა. ან უეცრად გაუჩინარდებოდა. ასე ხდებოდა კინო გადაღებების დროსაც. იქონდა ხოლმე შემთხვევა, რომ თქვათ, აი, უცებ დაიკარგებოდა გოდერძი, წავიდოდა, გავიხედავდით და სადღაც მარტო თავისთვის იყო თაზი ასული და უყურებდა, თქვათ, რაღაცა ფრინველები როგორ დაფრინავდნენ, ან რაღაც ესე ჩაფიქრდებოდა ხოლმე, დაიკარგებოდა და მე ისე გამოჩნდებოდა ხოლმე. გადაღების დროს გაირინდებოდა, ეხლა თერგის თავზე არის სოფელი ცთო. ქვევით მიდის თერგი. აი სადაც საზღვარი როა რო გადის მე ორჯონიკიძესკენ გზა, აი იმის თავზეა ზუსტად ეს ცდო და იქ ვიღებდით. ხო და ეს გადაღები ჯგუფი თითქმის უკვე მზად იყო და გოდერძი იჯდა იქით აი ეს ხევია იმის თერგის და პირდაპირ ეს მთები, თოვლიანი მთები, ცოტა მზეც ანათებდა რაღაცა სასწაული ის იყო მართლა. გოდერძი იჯდა ქვაზე გარინდებული აბსოლუტურად და აი ესე უყურებდა რაღაცას და ფიქრობდა. ეხლა მოებზადენ უკვე გადამღები ჯგუფი მზად იყო და ვერავინ ვერ უთხრა რომ ვერ გამოთიშეს. ეხლა აი ამ განწყობიდან რატომაც არ უთხრეს. ის არ იყო ადამიანი, ვინც საკუთარი თავის უკვდავ საყოფად იზრუნებდა. მისი დაფასება დროდადრო სტიქიურად ხდებოდა. ნახევარი საუკუნე ორ ფრონტზე იყვაҵა. ამიტომაც ლიტერატურა მის უფრო კინოს მიაკუთვნა და მისთვის არანაირი პრემია არ გაიმეტა. თუმცა მწერლისთვის პრემიები და მსგავსი მატერიალური ფუფუნების საგნები უმნიშვნელო იყო. ჩოხელი მხოლოდ მთაზე წამოწოლილი ნისლითაც კმაყოფილდებოდა. მე მეჩვენება, რომ გოდერძი იყო, აი ერში მოღვაწე ბერები რო არიან. ოღონდ როგორი ბერები, იცი? მე პატიოს ეხა ეს კადნიერება. აი სალოსებს რომ გვანან. აი ესეთი ესე ვხედავ მე პირადად გოდერძის რა. აი მისი მოღვაწეობა, მისი საქმიანობა, მისი ხელოვნება არის იმის დასტური, რომ ძალიან ადვილია იყო მორწმუნე. ანუ როგორი მორწმუნე, იცით, ის კი არა რომ ფარისეველი მორწმუნე. აი ისე გწამდეს ღმერთი, იმდენად შენში იყო სამყარო, აი თუ კი შეიძლება და შეიძლება და ნამდვილად ასეა, რომ აი ადამიანში უნდა ჩაეტიოს უფალი და უფალში კიდე თავისთავად მთელი სამყარო, აი გოდერძის ეს შინაგანად ქონდა. მამეთი. ეხლა არ ბენინეთ ეს ქრისტეს მონა. უთხრით კოჭებში. არ ბენინე და თან იძახეთ ქრისტიანკა. რწმენის საკითხი ყველა მის ნაწარმოებსა და კინონამუშევარში როგორც დედამიწისთვის ღერძი ისეთივეა. ამათგან გამორჩეულია ლუკა სახარება, რომელშიც გოდერძი ჩოხელმა უფროსი ვაჟი გადაიღო. ფილმმა ანაპის ფესტივალზე საუკეთესო სცენარისთვის სპეციალური პრიზი მიიღო. მე რო სცენარი წავიკითხე, თქვი რომ მე ამას ვითამაშებ მეთქი. ეგონათ რომ მე ამას ვერ შევძლებდი, მაგრამ ბოლოს ყველანი აღფრთოვანებული იყვნენ და
ფესტივალზეც, როდესაც ანაპაში ავიღეთ საუკეთესო სცენარისთვის პრიზი, მოდიოდნენ რუსი მსახიობები, რეჟისორები და მოცავდნენ, მეუბნებოდნენ, რომ ესეთი პატარა ასაკის ბავშვმა თუ როგორ შეძელი და როგორ ვითამაშე, განსაკუთრებით აღნიშნავდნენ აი ჯვრის სცენას, როდესაც ჯვარი მაქვს უგზე მოკიდებული და ამდენი ბავშვი დამყვებიან და რაღაც იქ გამროზგეს კიდეც და თვითონ ფსიქოლოგიურად ისეთი დატვირთვა კი იყო. ულოცავ ჩემ საქართველოს ამ გრან-პრიზს. ვიომეთ და გავიმარჯვეთ. გოდერძი ბევრი ის არ იცოდა ახლა რეჟისორულად რომ აეხსნა და რაღაცები ეთქვა. რაღაცას რო გააკეთებდი, თუ ესე იხედებოდა, ესე იგი რაღაც არ აკმაყოფილებდა. ხო და თუ გაიღიმებდა და გიყურებდა, ესე იგი მოწონდა. წერლისა და რეჟისორის ოცნება აუსრულებელი დარჩა. ჩოხელმა უსახსრობის გამო მუშაობა ვეღარ გააგრძელა. მისი ბოლო ნამუშევარი აღმოჩნდა ოტელოს თემაზე გადაღებული ფილმი სიყვარულის ცეცხლი. ჩემი აუხსნელი ოცნება დარჩა კინო, რომ მეშინია რომ შეიძლება მატერიალურად ფინანსები გამოჩნდეს და მე ვერ შევძლო. და ეს აუხსნელი ოცნება მაწვალებს. რაც შეეხება ამ ბოლო ფილმს, რომელიც გადაიღო გოდერძი რამდენიმე წლის წინ, უკვე რაღაც ვეღარ იყო კარგად, რაღაც დეპრესიაში იყო, ვერ იყო კარგად და უნდოდა ამ ფილმის გადაღება, მაგრამ რაღაცა გული აიცრუა ამ ფილმზე და მე მომიწია ასეთი და მითხრა რომ უშენოთ მამას, მე ვერ გადავიღებო რა და შენ უნდა გადაიღო. მე უთხარი, ნუ ჯერ უარი უთხარი, მოხდა როგორ გადავიღებ კაც, მაგრამ ეს გადაღებები იყო ცდოში. ხევში არის ერთი ულამაზესი სოფელი. ბოლოს მივხვდი, რომ ეს ყველაფერი უკვე დაწყებული იყო, ფილმი ჩაშვებული იყო, იმაში რა ქვია, წარმოებაში ჩაშვებული იყო და ფეხს ითრევდა. ხო და თან იცი როგორ ცდილობდა, თვითონ არ უნდოდა ამის გადაღება, მაგრამ რაღაცა მეც დაუკავებელი ვიყავი, დაუსაქმებელი ვიყავი და იმასაც გრძნობდი, რომ უნდოდა რომ მე დავესაქმე, რომ მე გამეკეთებინა რაღაცა და ამის გამო ფიქრობდი, რომ ალბათ ამიტომ მეუბნება თუ მართლა არ შეუძლია თუ რაღაც მოკლედ ეს კარგად ვერ დავადგინე, მაგრამ რომ მივხვდი რომ უკვე მერე იქ ფული იხარჯებოდა, ჯგუფი ჩამოყალიბებული იყო, რაღაცა და მივხვდი რაღაცა მეშმაკობა უნდა მეხმარა და უთხარი რომ კაი მე გადავიღებ თქო. ერთად წავედით ცდოში მთელი ჯგუფი. იმ წუთას რომ დავამთავრეთ გადაღება და თქვა აი ეხლა რომ ფული მქონდეს, ისეთი კაი სცენარები მაქვს, ხო დავიწყებდი გადაღებას. აი ეს სიტყვა ჩამრჩა მე გოდერძისგან ისე, რომ ასე მგონი აი ყველა ჩვენთაგანმა მოვკალით, რატო არ შევაკოწიწეთ, რაღაცა გაგვეკეთებია. აი სულ მაგას ვფიქრობ, იცით, ცოცხალს ვერ ვაფასებთ ისე ეთყობა. ყველაზე დიდი გულის პატრონი, რომელმაც ბალახზე დაკიდებულ ნამში სამყარო დაინახა, ბოლო დროს ძალიან ჩაიკეტა. და თანაც ჩაიკეტა იმ ქალაქში, სადაც უცხო, მისთვის მომაკვდინებელი გარემო ყოველგვარ რწმენას აქრობდა. ენატრებოდა მთა და განსაკუთრებით დედის საფლავი, რომელსაც ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვეღარ ნახულობდა. თიშკაცის ქალაქში ყოფნა და ამ 4 კედელში ძალიან უჭირდა, მაგრამ იმდენად ცუდად იყო, რომ იქ წასვლასაც ვერ ახერხებდა, რომ გუდამაყარში ასულიყო თან არც უნდოდა, არ უნდოდა იმიტომ, რომ შეიძლება რაღაცას ახსენებდა და ესე ცუდად რო იყო და არ შეეძლო სიტყვაზე მთაზე ისე ასვლა და ისე სირბილი და რაღაც ესეთის, აი ეს არ უნდოდა შეიძლება. აქაურ იმებს ხო უყვებოდი ხომ იქ თავის ხალხი მაინც კუთხურის რაღაცები რო უყვებოდი ხო იცინებდა და ნეტა შემეძლოს დაწერა უცებლად დავწერდი ამებს. ისეთი რაღაცები ხდებოდა ხომ დავიმახსოვრებდი ხომ რომ ჩავიდოდი მოუყვებოდი მე გოდერძის. ისე სინანული და ისე გულის ტკენით რომ შემეძლოს ეხლა ამებს ხო დავწერდი. ვიღებდი ქართველებისთვის მოთხრობებს წერდი, ქართველებისთვის იმათი ტკივილი ტკივოდა და მე არ მეგონა რომ ჩემი ტკივილსაც მოვახვევდი მე თავს. სიკვდილზე ადრე სანამ ესე ძალიან ცუდად გახდებოდა, მანამ ოპერაცია ხო უჭირდებოდა და არ გავიკეთებოდი, თუ აქედან ამაჭრა დარღვებიო და გადამინერგებოდა. არაფრით არ გავიკეთე მაგ ოპერაციასა და მე ბოლოს რომ გაუჭირდა ძალიან. რომ გავიკეთებ ოპერაციასა თუ კი თანხა იქნება, აღარ მინდაო სიკვდილი.
მე აღარ გამოჩნდა თანხები, მაგრამ გაეკეთებინა ოპერაცია. წერილი ნაძვებს უკვე დიდი ხანია აღარ მიუღიათ. დარჩა ადამიანთა სევდა და ბევრისთვის წაუკითხავი ქვეთავი. ვარდისფერი კაცი კი მისი დაუსრულებელი კინოსცენარისა არ იყოს, მხოლოდ იმიტომ დაისაჯა, რომ სხვებისგან განსხვავებული იყო. ჩოხი და თვითონ ეს უდამაყარი და ეს ფშავ-ხევსურეთი და ხევი და მოხევეები და ხევსურები გოდერძი თვითონ იყო. ფშაველიც იყო, ხევსურიც იყო, მთიელიც იყო. რა ვიცი, იყო. ხშირად მიწევდა ხოლმე ერთად ყოფნა რო გვიწევდა და თამადა ვიყავი ხოლმე და მე კიდე ძალიან მიყვარს თბილისი, საოცარი სიყვარულით მიყვარს თბილისი და თბილისის ადგილს რო ვიტყოდი ხოლმე მომებრუნდებოდა და იმ წუთას მეტყოდა თავადო ხო არ აღწევს რომ თბილისელი ვერ გავხდი. გოდერძი ხო სოფლიდან იყო ჩამოსული და თითქოს ახლა მე მაპატიოს ყველა, მაგრამ მე მაინც მეჩვენება რომ გადავხედავ ხოლმე თვალს გადავავლებ მის ცხოვრებას, რომ აი იყო რაღაც ქალაქში, რაც მე ვამბობ არა ქალაქურ ყოფას, არამედ ქალაქურ ელიტას, ну თუნდაც იმ წერლურს, თუნდაც რომელიც ბოლომდე მაინც სადღაც, აი ბოლომდე ვერ იღებდა ამ ადამიანს. ანუ ის რო ეს ჩვენი რაღაცა სულიერი დისკომფორტი, აი სოფლის და ქალაქის, ჩვენ ხო დღემდე ეს ვერ გავმიჩნეთ ქართველებმა, რა. ჩვენ ვეღარ გავიგეთ რა გვაქვს საამაყო თქვათ ქალაქში, დაბადება რო კაც საამაყო, ეს იცით ეს სხვა პრობლემები ახლა სხვაგან წაგვიყვანს, მაგრამ ამ კაცმა ის სულ ყველაფერი ეს აბსოლუტურად თავისი ცხოვრებით და თავისი შემოქმედებით რაღაცნაირად გაიარა და ხშირად ხოლმე პირდაპირ ამბობს, აი ნაწარმოებებში აქვს მას, რომ აი მარტოობა უმადარდებს ამბობს. შეიძლება ადამიანიო საზოგადოებაში იყოს, ხალხში იყოს, შუაგულში ტრიალებდეს, მაგრამ მარტო იყოსო და მე ესე მგონია, რომ აი ეს მარტოობის დარდი მას ჰქონდა ბოლომდე. მე ძალიან იყო გაშინაურებული საიქიოსთან. მე ადრეც თქვი ერთხელ და ასე უწოდე მას, რომ ის სულ მეჩვენება მეთქი, რომ აი გოდერძის ზღვარზე ცხოვრები ადამიანი, ანუ თუ ჩავთვლით, რომ სამყარო არის ხილულის და უხილავის რაღაცა ერთი საიქაოსი და სააქაოსი ერთიანი სოფელი, არა? გოდერძი ყოველთვის აი ესე ვხედავ გოდერძი ჩოხელს, რომ ის იყო ყოველთვის რაღაცა განაპირა სახლის თქვათ ბინადარი. სოფლის უკაცურობა მადარდებს. სიბერე მადარდებს, სიბერე. სიკვდილის სევდა, ადამიანად არ ყოფნის ტკბილის სევდა. მე მაინც მჯერა რომ თვითონ სიკვდილი უდიდესი სიყვარულია, რადგან სიცოცხლესა და მას შორის მარადიული სიყვარულის ვარდი ყვავილობს. ადრე დაწერილი, მისი ცხოვრების ნახევარგზაზე წითელი მგელივით წამოეწია და თავი გაახსენა. ბედისწერა რო იყო ეს გამორის აღარ არის გამორიცხული, იმიტომ რომ გოდერძის ჩოხელს როცა თვითონ უნდა რომ თავი მოეკლა, როცა გადაწყვეტა ამის უფლება არ მისცავდა უფალმა. ეს დროულად შეერია. არ მისცემს უფლება და ის ზუსტად ისეთი სიკვდილით დაასრულა გოდერძის ჩოხელმა, როგორც უნდა დაესრულებინა შემოქმედს. გოდერძი ჩოხელი როგორც მწერალი შევიდა ისე, მე არ მეშინია მის თქმა, როგორც მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის დამდეგის ქართული მწერლობის ისტორიაში შევიდა ვაჟა-ფშაველთან. ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ იმასში, რომ თავის დროზე არც ვაჟა-ფშაველას აფასებდნენ ისე, როგორც შემდეგ ის დაფასდა. მიწასაც აქვს დასაწყისი და დასასრული. თვით დასასრულში დგას დასაწყისიც და ერთადერთი მარადიული სწორედ ის გზა, რომელიც დედამიწიდან ზეცამდე უნდა გაიარო. ჯერ კიდევ 1984 წელს თქვა ადამიანთა სევდაში. იგივე ადამიანებმა კი, რომელთა სევდასა და წუთის სოფელზე ამდენს წერდა ჩოხელი, ვერც ბაკურ ხეველი ხევსური იცნეს, ვერც აღდგომა და ლუკას ახარება იწამეს, არც ადგილის დედა დააფასეს და უნებლიად იქცნენ კიდეც ცოდვის შვილებად. ხორცი კი აიტანს, მაგრამ გულმა ვეღარ გაუძლო. ტკივილი იყო, ხორცესხმული ტკივილი მოსიარული, მიცად ფიზიკურად მოსიარული. გოდერძის ჩოხელის ჩვენ გვატყუებდა იმისი ღემილი. ძალიან ლამაზი ღემილი იცოდა და ჩვენ გვეგონა რომ მას არაფერი არ სკიოდა. ისე ნელ-ნელა მივფერფლეთ, ნელ-ნელა წავიდა ჩვენ თვითონ ვერ გავაფრთხილდით იმდნად, რამდენადმე როგორც ქართული ხასიათი გვაძლევს.
ეხლა პინოქიო ხო ყველა მიცის თელმა მსოფლიომ. აი პინოქიოს დაუდგეს ძეგლი ქალაქ კოლოდთან, ანუ საიდანაც იყო მისი დედულეთი იყო უბრალოდ მისი შემქმნელის წერლისა და აი იმ ძეგლს აწერია ერთი ძალიან უცნაური ფრაზა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ლიტერატურის და საკმაყოფილო ლიტერატურის გასაღებია. მადლიერი მკითხველისაგან 4-დან 70 წლამდე. ანუ აი ზუსტად ეს ფრაზა, რომელიც თქვა პინოქიოს დაუწერეს და ძეგლზე წაუწერეს იტალიელმა მკითხველებმა, მე ზუსტად რაღაც რო განმეორებულიყო, თამამად გოდერძის ძეგლზეც წავაწერდი, იმიტომ რომ სწორედ ეს ის მწერალია, რომელსაც აი 4-დან 70 წლამდე ანუ რომელსაც მთელი ცხოვრება წაიკითხა. ერთი გზა გვიდევს სიცოცხლით, საიქიოსკენ სავალი. ყველა იმ გზაზე მივდივართ, მათხოვარიც და მთავარიც. სულ ყველას ზურგზე კიდია თავის თავგადასავალი. მარადიული ამ ქვეყნად, მარტო უფალის გზა არის.